წმენა ხო მოგეცათ დაუმსახურებლად მამისაგან. და ამბობს მე ყავთ სარწმუნოებასა შინა თქვენსა სათნოება. თუ თქვენ რწმენა მოგეცათ, სათნო ცხოვრება დაიწყოთ. ხშირად მithქვია თქვენთვის პირად საუბარშიც. პირველი აცნობიერებ რა, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს შემოქმედი ადამიანად მოსული, თუ ეს რწმენა შენში დააფიქსირე, შემდეგი ნაბიჯი არის ლოგიკური ნაბიჯი, უკვე ის რომ გავიგო რა უნდა მას, რომ შესაბამისად ვიცხოვრო, ეს არის სათნოებითი ცხოვრება. ანუ გავიგო რა უნდა მას, ვიწყებს სახარების კითხვას და გავიგო რა არის მისი ნება, რომ ვიცხოვრო. ამიტომ გეუბნება სარწმუნოებასა შინა თქვენსა ყავთ სათნოება, ანუ სათნოს მის გაიგეთ რა არის მისი ნება და შესაბამისად იცხოვრეთ. სათნოებასა შინა მეცნიერება, აი ამ სათნო ცხოვრებით, როცა ქრისტეს უერთგულებ, აუფალო, აბა შენი ნება რა არის, აბა როგორ, აბა რანერად მოუქცე, რა ვთქვა, რა უპასუხო, რა ნაბიჯი გადავდგა და ასე შემდეგ, გულის ცხიტყვები ვაკონტროლო შენი ნების მიხედვით, აი აქ შემოდის მეცნიერება, ანუ ცოდნა, ნელ-ნელა ჩემში ჩდება გააზრება, გაცნობიერება, თუ ვინ არის ღმერთი, როგორია ღმერთი, რას ნიშნავს ჩემი გადარჩენა და აი მხოლოდ ამის მერე შეიძლება ადამიანი ღვთისმეტყველებდეს და არა ისე რომ ის წინანა სათნო ცხოვრება გამოტოვოს, წაიკითხოს რომ აჰა, თურმე ღმერთი ყოფილა სამება, აჰა, ღმერთი თურმე განკაცებულა, აჰა და ეს ილაპარაკოს მტყელად, არაფრის მომცემი არ არის, არავის გულზე ეს არ იმოქმედებს და ამ ადამიანსაც ამ პარტავნებაში აგდებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქრისტეს ერთგულებ, მხოლოდ მერე მოდის ეს ცოდნა მეცნიერება, მაგრამ მეცნიერება კიდევ უფრო დიდი პასუხისგებლობის წინაშე გაყენებს, შეძრწუნებული ხარ, კრძალვით კოსმოს რო იაზრებ რა არის, იქ ხარ კრძალვით და ღმერთის სიდიადეს რო გაიაზრებ, რო გაგეხსნება ეს საიდუმლო ცოდნა დოგმატებისა, თავზარი გეცემა ისეთი დიადია ღმერთი და მე ნახეთ რას ამბობს პეტრე მოციქული და მეცნიერებასაშინა მარხვა იწყება ღვაწლი. იწყება საკუთარ თავთან კიდევ უფრო მეტი ბრძოლა. მეტად დისციპლინირებული ხდები და საკუთარი ვნებების, საკუთარი ნების, საკუთარი სიმართლის, საკუთარი პირუტყული მიდრეკილებების, საკუთარი დემონური ეგოისტური მიდრეკილებებთან ბრძოლა, რომ ისე დაამარცხო. იმიტომ რომ ის სიდიადე მთელი სისავსით რაც შეგიძლია დაიტიო გამოჩნდა.